საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში განხორციელებული დემოკრატიისა და სამართლიანი მმართველობის მხარდამჭერი პროგრამების შეაჯამა პროგრამის სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის დასაფინანსებლად ამერიკის მთავრობამ $90 მილიონ მეტი გაიღო. სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის პროგრამებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, შეერთებული შტატების საელჩო საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ახორციელებენ. საელჩოში აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატების მთავრობის ინვესტიცია ხაზს უსნევს ამერიკის სურვილს დემოკრატიის გასაძლიერებლად, საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშავოს და დააფინანსოს პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას, სამართლიან მმართველობას, სკოლებში სამოქალაქო განათლების დანერგვას. სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის პროგრამების შეჯამება წინ უსწრებს 27 აპრილისთვის დაგეგმილ დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც ამერიკას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გაიმართება. აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ოფიციალურად გამოვაცხადოთ იმ 15 პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. ეს პროგრამები მიმართულია დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის. გსურთ შევიტანოთ წვლილი საზოგადოების გათვლის ცნობიერებაში მომავალი არჩევნებისათვის. ჩვენ არ ვკარნახობთ არავის როგორი ნაბიჯები გადადგას. ჩვენ გვინდა, რომ გარემო იყოს კონკურენტუნარიანი, რათა საზოგადოების ნდობის ხარისხი გაიზარდოს. არჩეული ორგანო უნდა იყოს ისეთი, სადაც იმ თემებზე იმსჯელებენ, რაც საზოგადოებაშია. პროგრამის აღწერაშიც ელჩმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ეს არის კონკრეტულად მიმართული საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ეს გაგრძელდება 2015 წლის მერეც, იმიტომ რომ ჩვენ გზა სრულყოფილი დემოკრატიასკენ კიდევ დიდხანს გვექნება გასავლელი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს დახმარება, რომელსაც გვიწევს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ გამოვიყენოთ სწორად. ჩვენ ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწევს ჩვენო მეგობრებმა და ამ მეგობრების შორის ერთ-ერთი პირველი იყო შეერთებული შტატები. და რა თქმა უნდა, მთავარი ყოველთვის არის თვითონ ქვეყნის და საზოგადოების არჩევანი, მაგრამ ხშირად აუცილებელია მხარდაჭერა და დახმარება. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა ეს მხარდაჭერა, რისი გამოვლენებაც არის ეს პროგრამაც, ეს პრეზენტაციასაც დღეს დავესწარით, ჩვენ უკეთეს შემთხვევაში ბევრად უფრო გაგვიჭირდებოდა.